მარშალ გელოვანის გამზირზე დავით აღმაშენებლის ხევნისკენ გასასვლელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა 95 მეტრის სიგრძის ბეტონის გვირაბის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდა. გარეგანათების სისტემა არის დამონტაჟებული ახალი გვირაბის გარე პერიმეტრი კი გრანიტით მოპირკეთდა. ახალი გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდა შუქნიშანი, მოეწყო სატრანსპორტო კვანძი და შესაძლებელი გახდა მანქანების შეუფერხებლად გადაადგილება. ახლად გახსნილ გვირაბში დღეს პირველმა დედაქალაქის მერმა ავტობუსით თბილისელებთან ერთად გაიარა და დაათვალიერა. ის მერმა პენსიონერებთან ერთად დედაქალაქში გაისწრებინა და ქალაქში მიმდინარე პროექტებსაც გაეცნო. შევედით ახლა ახალი გვირაბისკენ ჯერ. პირველი მგზავრები ჩვენ ვიქნებით. შევედით აბა. ეს ძალიან რთული მონაკვეთი იყო, ძალიან მანქანების ესე ვთქვათ რთული მოძრაობა იყო საცობი და ამიტომ გადავწყვიტოთ ეს გვირაბის აგვეშენებინა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მშენებლების ესე ვთქვათ ჯგუფი ჩამოყალიბდა, ვინც კვალიფიციურად მუშაობა ისავა. იმიტომ რომ ძალიან ბეხად მარტო თბილისში 5 ესტაკადა და 3 გვირაბი კეთდება, ეხლა აი მთელი 2 თვის განმავლობაში დამთავრდება. ეს აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი ძალიან ბევრი გზა რო კეთდება, შესაბამისად წარმოიქმნა ბევრი კვალიფიციური მუშახელი. და უამრავი ადამიანია დასაქმებული ხა ეს რეალურად საუკეთესო საშუალებაა. თან გზა, გვირაბი, ინფრასტრუქტურა რჩება ქალაქს. რასაც დამატებით შემოსავალი მაქვს, იმიტომ რაც უფრო განვითარებულია, მით უფრო მეტი ინვესტიცია მოდის. თავარი ის არის, რომ თან ამავდროულად უამრავი ადამიანი საქმდება რა. რო ჩამოვიარე ხიდის მშენებლობაც რო შევხედე, დამებადა აზრი, რომ დაუშვათ ეს რკინის კონსტრუქციები საიდანაა წარმოშობით შემოტანილი არის თუ ადგილზეა დამზადებული და ბატონმა გიგი მითხრა რომ ეს ყველაფერი რუსავის მეტალურგიულ ქარხანაში მზადდებაო და მე გამიკვირდა საერთოდ როგორც ინჟინერს საკმაოდ რთული გასაკეთებელი არის ეს კონსტრუქციები საკმაოდ რთული. მიხარია რომ ჩვენმა საქართველოს ასეთ დონეზე მიაღწია რომ ყველაფერი ადგილზე რომ მზადდება საერთოდ. 10 წელი გვინდა რომ აი ყველაფერი ისეთი იყოს რომ აი უკან რო ვეღარ დაბრუნდება შეუქცევადი რა 10 წელი კიდევ აი 90-იან წლები ესე უქმად უბედურებაში რო არ გაგვეტარებინა გაცილებით წინ იქნებოდა აი გა ისტორიას ვერ შეცვლი თავარია ისტორია არ დააბრუნო ეს იქნება იუსტიციის სახლი მთელი სერვისები სახელმწიფო სერვისები თლიანად აქ იქნება თავმოყრილი ანუ პირადობის მოწმობა, ყველა ნოტარიალური მომსახურება, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მერე ასევე შიგნით ჩაერთვება ჩვენც დავსვავთ არქიტექტურული ნებართვები, პრივატიზაცია, აი რაც კი სახელმწიფო სერვისები აქვს, ყველა სერვისი იქნება აქ შესაძლებელი, რომ ერთ სივრცეში